დილამშვიდობის მოგესალმებით. რა თქმა უნდა, დროულია ასეთი რჩევები, რადგანაც ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ამინდი რა საპირებს, ამიტომ საკმაოდ მოქმედებს ეს წნევაზე. ჯერ პირველ რიგში თეო გაგვაცანით ეს ბრენდი მიკროლაიფი და რა ასორტიმენტი გვაქვს ამ ბრენდისგან შეთავაზებული. მოგესალმებით. მიკროლაიფი გახლავთ შვეიცარიული ბრენდი, რომელიც სამედიცინო ტექნიკის მიმართულებით გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევას. ესენია როგორც აღნიშნეთ, ნებულაიზერები, ტემპერატურის საზომი მოწყობილობები და ასევე არტერიული წნევის საზომი აპარატები. ყველა მოდელი მიკროლაიფში არის კლინიკურად ტესტირებული და გამოირჩევა მაღალი დონის სიზუსტით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. კი ბატონო, და ზოგადად როგორი ტიპის აპარატები არის PSP-ში წარმოდგენილი? მიკროლაიფის აპარატები შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც მხარზე მოსარგები, ასევე მაჯაზე მოსარგები, ავტომატური, ნახევრად ავტომატური და სხვადასხვა ტექნოლოგიებით ჩანერგილი, რომელიც ამ აპარატში არის თავად მოთავსებული. კი ბატონო. კეთილი. მოდით ჯერ ექიმთან გავისაუბროთ და შემდეგ PSP-ს შეთავაზებასაც დავუბრუნდეთ, სადაც მომხმარებლებს აქვს საშუალება ადგილზე გაიდომონ წნევა და იქვე შეურჩიონ სწორად ეს აპარატი. გაბატონო მაია, პირველ რიგში თქვენ გითხარით, რა მნიშვნელობის არის რეგულარულად წნევის ზომვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის არის წამყვანი იმ მიზეზებს შორის ნაადრევი სიკვდილიანობასა და ინვალიდობის შორის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. აქედან გამომდინარე მოგეხსენებათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზიის მუდმივი კონტროლი და მუდმივი მკურნალობა, მედიკამენტოზური მიღება. ბარემ ჩაგეკითხებით, აი რა დრო არის რეკომენდირებული, აი რა დროს არის სასურველი რომ გავიზომოთ წნევა? წნევის გასაზომად, ზოგადად წნევის გაზომვის სიხშირეს ადგენს ექიმი. კი ბატონო. მაგრამ კონტროლისთვის, ყოველდღიური კონტროლისთვის რეკომენდირებულია დილით მოსვენებულ მდგომარეობაში საკვების უკვე ფეხზე როცა ვარ ხო დილას, ან ავდექ საწოლიდან ავდექ, საწოლშივე არ ვისინჯ. არ ვისინჯავთ. ჯდებით მოსვენებულ მდგომარეობაში სანამ მივიღებთ საკვებს და მივიღებთ მედიკამენტს. ასევე საღამოს უკვე დაღლილები ვართ და დაწოლამდე დაახლოებით 2-3 საათით ადრე მოსვენებულ მდგომარეობაში. ესე წნევის გაზომვა გვესაჭიროება დილასაც და წელიწადის გაზომვა არის კონტროლი, რეგულარული კონტროლი საჭიროა აუცილებლად. ახლა ეს წნევა რომ იყოს კარგად გაზომილი და ზუსტად. ალბათ პოზას ამბობენ რომ აქვს მნიშვნელობა და კიდევ თუ არის რამე დეტალი რაც შეიძლება გავითვალისწინოთ გაზომვის პროცესში. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ წნევის გაზომვამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე. პაციენტს არ უნდა ქონდეს მიღებული საკვები. ალკოჰოლი, კოფეინის შემცველი სითხე. არ უნდა ივარჯიშოს. აი ეს ძირითადი ფაქტორებია, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც შეეხება უშუალოდ წნევის გაზომვის წინ 5 წუთით ადრე უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში. უშუალოდ წნევის გაზომვის მომენტში არ უნდა საუბრობდეს და არ უნდა მოძრაობდეს. როგორც წესი ყველა საუბრობს ისეთ. აი თან და თანისომება წნევა. აი ხო მე პოზასთან დაკავშირებით გითხარით. წამომჯდარი ალბათ. უნდა იყოს მიყრდნობილი საზურგეს. ფეხები უნდა და არ უნდა იყოს აი ეს გადაჯვარედინებული ან ერთმანეთზე გადადებული უნდა იყოს და წნევის გაზომვა უნდა მოხდეს ორჯერ. 1-2 წუთის ინტერვალით. ანუ ზედიზედ უნდა გავიზომოთ ორჯერ. ერთი არ გმარა. ერთი არ არის. ეხლა მე ვარ მოსვენებულ მდგომარეობაში უკვე, რაც დავიწყეთ საუბარი. მე შემიძლია გადავჯდე უკვე და აი ხელის პოზიცია, ხო, ვიფიქრე რომ აი ბარემ პრაქტიკაში ვანახოთ ეს ყველაფერი. აქვე მინდა გავითვალისწინოთ, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც შეიძლება დაფიქსირდეს მაღალი წნევის მაჩვენებელი. ეს აოფის ახლა თქვენ მესმის რომ მოსვენებულ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ სამუშაო გარემოში გზანდებით. ეს არ გვეტყობა თორე შინაგანად. როდესაც რა თქმა უნდა, როდესაც ექიმთანაც მოგზანდებით, შეიძლება არ გეტყობოდეთ ხელს, მაგრამ იქ არის რა თქმა უნდა და თეთრი ხალათის. კი ბატონო. ეს ფაქტორები, ანუ შესაძლოა დაფიქსირდეს ესე დროს ცოტა მაღალი მაჩვენებელი და ეს ნორმალური პროცესი არის. და ამ ორი ზედიზედ გაზომილი წნევიდან რომელი უნდა ავირჩიოთ ჩვენ და გადავწყვიტოთ რომ არის ჩვენთვის რომელიც უფრო დაბალია. დაბალი წნევაზე გავსწორდეთ რომელიც უფრო დაბალია. კარგი, რაც შეეხება, რადგან წნევის გაზომვაზე გადავალ, მოდი მხარესთან დაკავშირებით ძალიან ხშირად დასმული შეკითხვა არის, რომელ მხარეს უნდა გავესინჯო ექიმო წნევა. აქვე გეტყვით, რომ
როდესაც ექიმთან მიბრძანდებით პირველად ვიზიტზე, ექიმმა უნდა გასინჯოს ორთავე მხარეს. რადგან შესაძლოა არსებობდეს განსხვავება მარჯვენა და მარცხენა მხარს შორის და ეს იყოს ფიზიოლოგიური. და ამ შემთხვევაში რომელს დაუჯეროთ ხოლმე მარჯვენას თუ მარცხენას? რომელზეც შედარებით უფრო მაღალია. აქ უკვე სხვანაირად. აქ უკვე სხვანაირად არის და უფრო მარჯვენა მხარე. ისა და უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ ეს შედარებით უფრო მაღალი მხარე ისა მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება მარცხენა მხარეს. ამიტომაც არის უფრო მეტად მიღებული სტანდარტი მარცხენა მხარეს მორგება წნევის აპარატის. და თუ განსხვავდება მაჯის წნევის აპარატის პოზა, ასე ვთქვათ, რომელიც კი ახატია ყველა იმას წნევის მოწყობილობას კი ბატონო ახატია, მაგრამ მაინც აი ზუსტად რო ვიცოდეთ გულის სიმაღლეზე, მუჭა შეკრული, არა მოჭიმული და ალბათ აქაც ზურგი გასწორებული. გასწორებული და ეს ყველა ის ზოგი ასე იდეც ხოლმე გულთან ახლოსო იძახიან და მოდი რა გვაქვს. და მნიშვნელოვანი არის თვითონ მანჟეტის მორგების მომენტი. კი ბატონო, მე მოდი ვეცდები. თქვენ გასინჯვა გააკეთა სარცულმა, თუ რამე შეცდომა, არა თქვენ იქიდე თუ რამე შეცდომას დაუშვებს, მიუთითეთ და ბარემ ჩვენთვისაც იქნება ეს სამაგალითო. აბა ვნახოთ. თუ რამე სწორად არ ქსოვილი უნდა მოვაშოროთ. თუ თხელი ქსოვილია შესაძლოა ზემოდან, მაგრამ როდესაც მყარი ქსოვილი არის, ამ შემთხვევაში მარჯვენათი ვიწყებ. აპარატის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. კონკრეტულად ამ აპარატის შემთხვევაში ჩვენ იმ შემთხვევაში თუ ფიქსირდება არითმია, ეს აპარატი აუცილებლად დააფიქსირებს სპეციალური ნიშნულით. ამას და მიგვანიშნებს, რომ საშიშროება არის მაგალითად არათანაბარი გულის ცემის. არათანაბარი გულის ცემის. ბატონო, ესე არასწორია. რატო? უკვე შეცდომა აი ესე. ასე? ქვემოთ უნდა დარჩეს. მართალია, ქვემოთ უნდა დარჩეს ეს. კი ბატონო, პულსაციაზე. 2 სანტიმეტრით მაინც და მაღლა უნდა იყოს. ავწევ 2 სანტიმეტრს კიდე ავწევ. ანუ მოკეცვის აი ასე დაახლოებით. ადგილიდან უნდა დავიწყოთ მისი მოთავსება. ამ აპარატის ერთ-ერთი განსაკუთრებული ფუნქციაც გახლავთ, რომ ზედიზედ შეუძლია 3ჯერ 15 წამიანი ეხლა რო არ მინდებს ხელი? გაზომოს, აი აქ მოგადეთ, აი აქ 15 წამიანი ინტერვალით ავტომატურად გაზომოს და საშუალო მაჩვენებელი უკვე ეკრანზე დაგვიფიქსირდება. არჩილხმა არ ამოიღო? წნევას იზომავ. საუბარი აგვეკძალა, აბა ვნახოთ რა წნევა დაუფიქსირდება ჩვენს არჩილს. მიკროლაიფის, აი ამ როგორი ქვია მას, ელექტრონული აპარატი, ოღონდ ძველი კლასიკური მიდგომით, ხო? დიახ. შეგვიძლია ამაში მოთავსებული არის საკმაოდ დიდი მეხსიერება და ასამდე გაზომვა, ბოლო 100 გაზომვა შეიძლება რომ შეინახოს და აგრეთვე დიახ სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ჩვენ რომელსაც ჩვენ ჩამოვტვირთავთ ჩვენს მობილურ აპლიკაციაში, მობილურებში დავაფიქსირებთ უკვე მიმდინარე წნევას ბოლო 1 კვირის განმავლობაში. მონიტორინგი შეგვიძლია ვაწარმოოთ. დიახ, მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია. დამავიწყდა რა უნდა. პირველი უკვე გაიზომა, ახლა მეორე სიზომავს. უფრო სენსიტიურია ელექტრომოწყობილობა. მაგრამ თუ აქვე რომ გითხრათ, ვიდრე არც 3ჯერ გადაუზომავდეს წნევას ეს აპარატი, აი რას ნიშნავს დაუშვათ, აი ეს აქცია, რომელიც გულისხმობს, რომ PSP-ში მიბრძანების შემთხვევაში ადგილზე გაგეზომება წნევა, ალბათ სწორ მიდგომასაც გასწავლენ და აპარატსაც შეგირჩევენ სპეციალურად. აი რას გულისხმობს? PSP-ში მოსულ მომხმარებელს ჩაუტარდება წნევის გაზომვის მონიტორინგი, რაც გულისხმობს, რომ იმ მომხმარებელს, რომელსაც დაუფიქსირდება არითმია, გადაეცემა სპეციალური სახის ვაუჩერი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს კარდიოლოგთან ვიზიტის დროს New Hospital's კლინიკაში. თუ სად იქნება და რა დროებში იქნება ეს აქცია, ჩვენი Facebook-ის საშუალებით შეძლებთ, რომ შეიტყონ. საკმაოდ ბევრი ინფორმაციის შეტყობა შეიძლება სწორედ თქვენი Facebook-ის საშუალებით, თუ რამე ხდება PSP-ში, იქ ყოველთვის არის ამაზე ინფორმაცია. ესე იგი, არითმიის შემთხვევაში, რომელსაც დააფიქსირებს ეს აპარატი, უკვე შემდეგ გადამისამართება ფასდაკლების ვაუჩერი. არჩილ როგორ გვაქვს საქმე? არ ვიცი, ეხლა ვეგეტყვი დარჩა 8 წამი 7, 6, 5 ეკრანზე, 4 დედა რა ლამაზი თითები მქონია. 2, 1, 0.
კიდე თავიდან ზოგადად. ლაპარაკობ არჩილ და აი, მაგიტომ არ ლაპარაკობ. არის დაზუსტებული შენი ცნება და სანამ სრულ სიზუსტეს და სენსიტიურობას არ ასახავს ეს აპარატი, როგორც ჩანს არ ასრულებს გაზომვას. ასევე აფიქსირებს ამას სწორად მაშინ გვაქვს თუ არა. ბარემ პარალელურად ქალბატონ მაიას დავეკითხები ორსულების შემთხვევაში, ხო მათაც ალბათ ხშირად უნდა იზომონ წნევა და ამ შემთხვევაში რით შეიძლება ის ხელმძღვანელონ არჩილის წნევა იზომება. ორსულობის დროს სტატისტიკა ესეთი არის, დაახლოებით ორსულთა 5-დან 10%-მდე გვაქვს ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც საკმაოდ ისეთი მდგომარეობა არის, საყურადღებო მდგომარეობა, რადგან საფრთხე შეიძლება შეუქმნას როგორც დედას, ასევე ნაყოფს. აქედან გამომდინარე აუცილებელია რეგულარული კონტროლი. არის მდგომარეობები, რომელიც ორსულობამდე იყო განვითარებული, ორსულობამდე გქონდა არტერიული ჰიპერტენზია, მას ქრონიკულ ჰიპერტენზიას უწოდებენ, მაგრამ გვაქვს გესტაციური ჰიპერტენზია, როდესაც ორსულობამდე 20 კვირამდე ვითარდება. არის ასევე ეკლამსია და პრეეკლამსია, რომელიც საკმაოდ რთული მდგომარეობა არის და საყურადღებოა ძალიან ამიტომ საყურადღებოა და მნიშვნელოვანია ორსულებისთვის წნევის მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი. არჩილ, ჯერ არ გვაქვს, ხო? არით მე ხო არ დაუფიქსირდა ეს ვაუჩერი ხო არ მიფსე ჩემ ბიჭს. აქ მეუბნება კარდიოლოგის კონსულტაციას ფასდაკლებით, ვადა არის მითითებული და ეს იმ შემთხვევაში თუ კი დაფიქსირდა არით. ისე საფიქსირდება რა საინტერესო აპარატზე, არც შემინიშნავს აქამდე არ დავკვირვები ვარ. აი გაასინჯა ჩემი წნევა დაფიქსირდა. აი ამ შემთხვევაში 116/79-ზე როგორ ვამრგვალებ? ძალიან კაი წნება გაქვს ჩემი აზრით, ესე მრგვალდება. რომელიც არის აბსოლუტურად ნორმა. კი ბატონო. თან ამ პირობებში არჩილ. აი ამ სტრესულ გარემოში, ამ საუბარში შემოთინათ, ხო ხედავ, მაინც ესე წნევასაც ვაკონტროლებ. ძალიან კარგი. მეორე ხელიც ეხლა? ეხლა ეს აპარატი უკვე ეს უნდა განხორციელდეს კლინიკაში ორთაბაჭების მონიტორინგი წესით უნდა გადაკონტროლდეს 1-2 წუთიანი ინტერვალი ბატონო. როდესაც ზუსტად კონტროლს ვიცოდეთ. ვერ ახორციელებს. კი ბატონო. ეხლაც თავიდან მუჭა მქონდა აწეული, მე თქვენ მიმანიშნეთ რომ და დამეწია. აი ეს ინსტინქტია რაღაც როგორც ჩანს, რომ ხელი უნდა ავწვი ალბათ იმიტომ რომ მე მაჯის წნევის აპარატს ხმარობ და შესაბამისად ინსტინქტი მაქვს რომ უნდა გავუსწრო რომ გულს. რადგან მიკროლაივს აქვს მაჯის საზომი აპარატიც, ამ შემთხვევაში მართლაც გულთან უნდა ამოვიტანოთ ეს მაჯა კომფორტულება, ხო? ახლოს გულთან და ესეც ორჯერ უნდა იქნას გაზომი. კი. სასურველია. სასურველი. ძალიან კარგი. თეო, დაგვიბრუნდით აქ, რა თქმა უნდა, მეც მოვდივარ. დაგვიბრუნდი და კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს აი ამ აქციის შესახებ და რა პერიოდით არის ეს აქცია ხელმისაწვდომი? რა ვადით ასე ვთქვათ? აქცია იქნება ივნისისა და ივლისის განმავლობაში და მოიცავს სრულიად საქართველოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თქვენი მოხმარებლები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოისმენენ Facebook-ის საშუალებით. ხომ რა აქაც ვატყობინებთ აქედანაც, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, მიბრძანდნენ და დიახ, შეგიძლიათ რომ მიბრძანდეთ, აი დღეს რომ გახსნით Facebook და შეხვალთ ჩვენს გვერდზე. დღეიდან უკვე აქტიურია ეს პროცესი. აქტიური არის, ნახავთ თუ რომელ ფილიალში არის და რა დროის მონაკვეთში. კეთილი და ეს გარდა იმისა, რომ უფრო სწორად გაუზომავენ წნევას, აი აპარატის შერჩევა დაუშვათ რა კრიტერიუმით შეიძლება? აი უფრო პრიორიტეტია დამოკიდებული, რომელი უფრო მეკომფორტულება თუ არის მართლა რაღაც სხვაობა, მაჯის იქნება ეს თუ მკლავის თუ ასე შემდეგ. სხვაობა, უფრო ალბათ მორგებული არის ადამიანის კომფორტზე, როგორ ურჩევნია. რომ შეარჩიოს წნევის აპარატი და ამაში ჩვენი ფარმაცევტები უკვე ადგილზე მისულ მოხმარებელს გარკვევენ და კარგ კონსულტაციას გაუწევენ. მაგაში ნამდვილად ეჭვიც არ მეპარება. მოკლედ, დღეს ვისაუბრეთ იმ ძალიან დიდ მნიშვნელობაზე წნევის გაზომვის ყოველდღიურად, ესე ვთქვათ, თქვენს რუტინაში დანერგვის მნიშვნელობაზე და ასევე ვისაუბრეთ კონკრეტულად აი მიკროლაიფის შვეიცარიული ბრენდის საზომ აპარატზე და იმ აქციაზე, რომელიც მომხმარებელს PSP-ში დახვდება, იმისათვის რომ რეგულარულად იკონტროლოს წნევა და იმისათვის რომ ისარგებლოს იმ შეთავაზებებით, რომელსაც სთავაზობს PSP-ს სააფთიაქო ქსელი. მადლობას გიხდით.